CBS ფილმსი წარმოგიდგენთ. Storefront Pictures-ის პროდუქციას. საშინლად ლამაზი. მონაწილეობენ ვანესა ჰაჯენსი, ალექს ბედიფერი, მერი კეით ოლსენი, პიტერ კრაუსი, ლისა გეი ჰამილტონი, დაკოტა ჯონსონი, ერიკ კნუდსენი და ნილ პატრიკ ჰარისი. და ბახსტონის სკოლის მწვანე კომიტეტის პრეზიდენტობის შემდეგი კანდიდატი, კაილ კინგსტონი. სიმართლე თუ სიცრუე? თქვენ აგრესიული, არამიმზიდველი სუბიექტები ხართ. შეუხედავი ადამიანები, რომლებსაც თითქოს სახეზე სატვირთომ გადაგიარათ. იქნებ უბრალოდ სილამაზის დარიგებისას აკაგვიანდათ. როგორც არ უნდა იყოს, დაახვიეთ მახინჯებო. ახლა სილამაზი დრო დადგა. თუმცა რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს პრეზიდენტის არჩევასთან? არანაირი. თქვენ არასდროს ამირჩევთ იმის გამო, რომ მე ბუნებას ვიცავ. ამას არც ვაკეთებ. თუმცა მინდა ეს ჩემს რეზიუმეში ეწეროს. ახლა კი გითხრეთ საკუთარ თავებს. ნუ თუ ჩვენ მას მხოლოდ იმიტომ ავირჩევთ, რომ დიდარი, პოპულარული და მიმზიდველია, მამამისი კი ახალი ამბების წამყვანია. და პასუხიც გაეცით. აბა რა? ისინი შენს ხელში არიან, დარწმუნებული ვარ ასეა. მოჯადავებული ვარ, შენი ბოლოთებით ანგელოზები ამერიკაში. გმადლობ, რომ ჩემთვის დრო გამონახეთ, მისტერ ბერშტაინ. შენ ხომ მას ვერ იტან. რეკომენდაციები მჭირდება, სხვა დანარჩენი მკიდია. მაგრად შეუბერე. შებერილებზე გამახსენდა. დაინახეთ ის სვირინგებიანი ძუკნა? ეგრა სანერვიულოა. უფრთხილდით ალკაჯებს გამახსენდა. მოგვიანებით მე შევეცდები ის დაგავიწყო. რა ჯანდაბაა? არა ერჩიოთ ეს ნაბიჯვარი. ალბათ ეს მე ჩავიდინე, მაგრამ ნუ თუ მწვანე კომიტეტის პრეზიდენტი მწვანე გარემოზე არ უნდა ზრუნავდეს. ან შენს ჭაობის მწვანე ნათესავებზე. მიეცი მოგების საშუალება მათ, ვინც ამად ღირს. ლენდი ტეილორი კენჭს მხოლოდ იმიტომ იღრის, რომ ვერ დაგამარცხებს. არა მე. თუმცა ყველას იმედი გვაქვს, რომ ფარული ხმის მიცემის პროცესის დროს შესთაყვანის მცემლებს არ შეეშინდებათ და სწორ არჩევანს გააკეთებენ. კიდევ ერთ რამეს დავამატებ. იმდენად მნიშვნელოვანია შენთვის გარეგნობა. გარეგნობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. შენს გარდა, რა თქმა უნდა. გმადლობ შავი პიარისთვის, რომელიც შენ და შენ მალკაჯმა მეგობარმა დაგეკვეთ. მაგრამ თუ გამარჯობა გინდა, მაშინ სიმართლე გითხრა, გამარჯობა არ მინდა. კენდრას კი არც ვიცნობ. და სხვებს არ ვაძლევ ჩემს ნაცვლად ლაპარაკის უფლებას. იქნება ამიტომ არ გამორჩეული მოსწავლე. კარგი და შენ როგორ ხარ? არ მიშავს. დღეს არჩევნები იყო. შესანიშნავია. არა, შენ კი არა, ჩემ შულს უთხარი. შეგიძლია ჩემი თიამაყო. ხო, კარგი. დღეს ნარკოტიკი გავიკეთე. მაგარია. მოიცადე ჯილ, უნდა გავიქცე მაპატიე.
ჯილი სამსახურიდან გააგდეს. ალბათ კამერებს არ უყვართ რუსული ქალები. ადრეს არ ყოფილა გამხდარი, თუმცა ახლა ადამიანებს ლამაზები მოსწონთ. ამ ფაქტს კი მხოლოდ იდიოტები და უშნოები ეწინააღმდეგებიან. ჯილი ვინ არის? ხომ მოგიყევი? ეჭმებარება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბოლოს 5 წუთზე დიდხანს მხოლოდ 3 წლის წინ ვილაპარაკეთ. მესმის. როდის დამანებებთ თავს, როცა გეტყვი, რომ ტვინის სიმსინვე მაქვს. დღეს არჩევნები ჩატარდა. მერე? ჯანდაბა, 1 წუთი. რობ კინგსტონი გისმენთ. რა? არაფერი. მინდოდა ძილინების ამესურვა. რატომ სახლში შენს 16 ბავშვს უნდა მიხედო? ჩემი 3 შვილი მამასთან ერთად ცხოვრობენ იამაიკაში. ერთი სათხოვარი მაქვს. შეინახე შენი გულის ამაჩუყებელი ისტორიები მისტერ სისუფთავისთვის, კარგი? მაინც ვერ გამაბრაზებ. განებირვებული ლეკვი. და წელსაც მწვანე კომიტეტის პრეზიდენტი გახდა კაილ კინგსტონი. რეჟისორი დანიელ ბარნსი. ალკაჯი გაწოფებულია იმის გამო, რომ გაიმარჯვე. თუ ეს დაგამშვიდებს, გეტყვი, რომ ეს შემთხვევით გამარჯვება იყო. ძალიან უხარ. დაახვიე, ხომ ერთი სიტყვა. მინდა დანაშაული გამოვისყიდო. 2 VIP ბილეთი მაქვს კომიტეტის წვეულებაზე. ასე მწვანე ოთახებში შესვლის უფლება გექნება. მოგცე ერთი ბილეთი. რას ხლართავ? არანაირი ხრიკი. ანუ მე და შენ ერთად წავალთ? ხო, და შენი შეყვარებული? მაგ ზუკნა ბარბიმ გუშინ მიმატოვა. არ ვიცი რას თამაშობ, თუმცა გავრისკავ. მართლა? მეორე შენს ყველა იმსახურებს. მით უმეტეს რომ იცი ჩემზე აქ რა სჯორაობენ. უსინდისო ჯორიგნები. ალკაჯის განაწყენებას მხოლოდ იდიოტი შეეცდება. ასე რომ ფრთხილად იყავი. არ მითხრა რომ ეს საწოდავი ვარდი მოიტანე. ორქიდეა არ ქონდათ. არ ქონდათ? მისი შეკვეთა 2 კვირის წინ გთხოვე. არა, გუშინ მითხარი. მისმინე. თეთრი ვარდი მორჩილების ნიშანია. თითქოს ის ამბობს, შენი ერთგული და შენი ღირსი ვარო. ეს რა ნაგავია? ეს იმის ნიშანია, რომ შენ მე მიმსახურებ. ეგ ვარდი მყრალ ძროხას გაურჭე. ბაბათი. ორქიდეა ამ წლის ყვითელ ბაფთად ითვლებოდა. ეს პოლიტიკური განაცხადი იყო. გმადლობ, რომ იაფაციან ზუკნად გამომიყვანე. ნუ თუ მართლა ასე ცუდად გამოიყურება. არა, შენ გიხდება. შენი დაწინაურება არ მომილოცავს და მგონი არც ბოდიში მომიხდია იმის გამო, რომ ცუდად მოგეკეცი. რადგან 2 კვირის წინ პირველად და უკანასკნელად მელაპარაკე, მაშინ არ მოგიხდია. ბოდიში, დამნაშავე ვარ. მთელი ღამე უნდა იმუშაო? მთელი წელი. მუშაობ და სწავლობ? ხო. მაჩუ პიჩუში გასამგზავრებლად ვაგროვე ფულს. თუმცა ჩემი ცვლა თითქმის დასრულდა. ზუსტად მაშინ, როცა წვეულება იწყება. ხო. რატომ? მეტისმეტად მაგარი ხარ? არა, უბრალოდ წვეულებები არ გიყვარს? ხო, მგონი კი ასეა. რა შემიძლია ვთქვა? სტილს ჩამორჩენილი ვარ. ასეთები სწრაფად კვდებიან. შემოგვიერთდი, ჯერ გვიანი არ არის. მგონი სასმელი უკვე დავლია. დაიმახსოვრე, გვიანი არასდროსაა. ჩემთან ფოტოს გადაიღებ? რა? სკოლის გაზეთისთვის. იცოდე, სანამ დაბეჭდა ფოტოები ჯერ ჩემთან შეეთანხმე. მოიცადე? ესე ჯანდაბაში წავიღო. შენ მე მიმსახურებ. რა? ეს თეთრი ვარდის არსია. სისულელეა ვიცი. თანაც შენ ასეთ რამეს ნამდვილად არ გულისხმობდი. არა, მე უბრალოდ None of us could sleep, and all the styrofoam began
დროებით. ნუ დაიკარგები. ახლა რა მოხდა? უბრალოდ ის შემეწოდა. პაიმანი გეწყება ხორცის მჭამელთან. და დაიწყოს შოუ. მართლაც წამოეკე? დაიჯერე, რომ შენთან ერთად პაიმაზე წავიდოდი. გულისამრევ, სვირიგიან ფრანკენშტეინთან ერთად, რომელმაც სახალხო დამამცირა და კინაღამ არჩევნები ჩამიშალა. არც იოცნებო ზვირფასო. გადაიხადე და ბილეთს ასე მიიღებ. თუმცა, ჩვენ შორის რომ დარჩეს, ასეთ ტკბილ გოგოს უფასოდაც შემოგიშვებენ. ხომ არის ტკბილი გოგო? წესია, ბილეთი მაინც სჭირდება. Que sera. ესპანურად ნიშნავს საშინელებაა, როცა შეუხედავი ზროხა ხარ. მე უბრალოდ მეორე შანსი მოგეცი. როგორც ჩანს, ხელიდან გავუშვი. ხო, ასეა, მაგრამ გაილ. წარეთ ინანებ, ნაბიჯვარო. გამშვიდი, გაილ, უკვე ყველაფერი გაპატიე. გაინძერი? ღმერთო, ღორი თოფლიანი ხარ. მიდი. გაინახე როგორ შემომხედა. მე რა? მოწავიდე. გაილ. თავს როგორ გრძნობ, გაილ? კენდრა? აქ რა საკეთებ? აქ მათი სახელით მოვედი, ვის სახეზეც სატვირთომ გადაიარა. რა? ყველა გულისამრევი, სვირინგიანი ფრანკენშტეინის სახელით. ეს ხუმრობა იყო. ხუმრობას ვერ მივხვდი. თუმცა ძალიან მალე შენ მიხვდები. რა? ერთ წელს გაძლევ, რათა ის იპოვო, ვინც შეგიყვარებს. სანამ ხე კვლავ არ აყვავდება. როგორც კი ყვავილები დაჭკნება, დროც ამოიწურება. რა ჯანდაბა? და თუ არ მოისმენ სიტყვებს მე შენ მიყვარხარ, მაშინ სამუდამოდ ასეთი დარჩები. როგორი? არა. 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 გარეგნულად შენი მახინჯი სული ზუსტი ასლი იქნები. მოიცადე. ერთ წელს გაძლევ, რათა ის იპოვო, ვინც შეგიყვარებს. თორემ სამუდამოდ ასეთი დარჩები. სამუდამოდ ასეთი დარჩები. სამუდამოდ. სამუდამოდ. მამა. მერტ როგორ შემაშინე? სინათლე არა ანდა. რატომ? გთხოვ. რა ხდება? რატომ გიყვარ ვარ? ეს რა შეკითხვაა? უბრალოდ მივასუხე. ჩემი შვილი ხარ. მაგრამ ჯადოქრობის თუ გჯერა? ჯადოქრობის? რა სისულელეა? მერტო ჩემო, გაილ. სმენას ზამხედელობაც. სულ ეს არის? შინაგანი ორგანოებიც წესრიგში აქვს, როგორც ადრე ჰქონდა. თუმცა რაც არ უნდა გავუკეთოთ, გარეგნობას ვერ შევცვლით.
კანის სახის ტრანსპლანტაციაზე რა სიტყვით? უბრალოდ შეხედეთ. მას უყურეთ. არ მინდა ცხოვრება ასე განაგრძოს. ნებისმიერ რისკზე ვარ წამსვლელები. რა? გაილ, სხვა ექიმს მოვძებნით. ვინმეს ვინც ასეთი უტვინო არ იქნება და ყველაფერს გამოასწორებს. ო, და ყველაფერს გავრისკავთ. ჩემი სიცოცხლე ჩათვლით. უბრალოდ წამოვსდა, ეს არ მიგულისხმია. იქნებ იმიტომ წამოვსდა, რომ სწორედ ამას გულისხმობთ. არა. წავიდეთ, ჩვენთვის სიურპრიზი მაქვს. რას ფიქრობ, გაილ? განმარტოვებული უსაფრთხო ადგილი. ხალხი ვერ გითვალთვალებს. მოტოციკლსაც გიყიდი, მასზე ხომ მუდამ ოცნებობდი. შენი ოთახი სად არის? აი, პირდაპირ. არ ნერვიულო. ყველაფერზე მევიზრუნებ. ჩემს ნივთებსაც გადმოვიტან. მაშინ ის ბინა რაღაცომ დავიტოვეთ. ღამე იქ დავრჩები თუ შევყონდები ხოლმე. მამა. რა? რა მოხდა? მოდი დამშვიდი. კარგი. 4 საათიან ეთერს დავამთავრებ თუ არა, მაშინ უნდა გირეკავ. ზოლა კი მუდამ აქ იქნება. კარგი? კარგი. მამა, ვერ მოვალ. დღეს ვერ მოვახერხებ, ბოდიში. ვინ ხარ? მერი პოპინსი. მასწავლებელი. მამა შენმა დამიქირავა. არ შეგატყობინა? მამა ჩემს გადაეცი რომ ჯოჯოხეთში კეთილშობილები ვერ ხვდებიან. სიამოვნებით, მაგრამ იქნება აჯობებს ჯერ შენი ბრაზი ჩაახშო და კარი გამიღო, რათა მამა შენი ერთად გავვლაძღოთ. ფსიქოლოგია იცი? ოპრავ. ხო, ეს ჩემი პატარა საჩუქარია. მით უმეტეს რომ მე ბრმა ვარ. გამარჯობა, მე ვილი ვარ. შემოდი. ზოლოს დაუძახებ. ის ამ ჯოჯოხეთში მოგაწყობთ, საზინებელს გამოგიყოფთ, აგიხსნით რა დამემართა და ეს რისთვის დავიმსახურე. გთხოვთ, დარჩი ჩვენთან. გამოვлаძღოთ ერთად ჩემი მოხუცი. მან ეს დაიმსახურა. იცით, მისი მხრიდან ჭკვიანური საქციელი იყო თავისი ურჩხული შვილისთვის უსინათლო მასწავლებლის დაქირავება. თუმცა თუ საქმე უმაღლეს მათემატიკამდე მივა, მაშინ მე გამომრიცხეთ. გამიხარდა შენი გაცნობა. მაბადია, მოგვიანებით შემოვალ. რამდენის არიან შენი შვილები? 16, 13 და 10. როგორ დატოვე ისინი მარტო? გრინ კარდი არა აქვთ.
მაგრამ ისინი მაინც დატოვე. მშობლებმა იციან რა არის საჭირო და რა არა. ისინი ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, როცა წამოვედი. უკვე 5 წელი გავიდა. ეს უმცროსის ნახევარი სიცოცხლეა. ეს ტკივილია ჩემს გულში. სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ მამა შენი მოვა. ეჯმევარება. რობ კინგსონი, დატოვე ჩატყობინება. მე ვარ. შეიძლება რაღაც გთხოვო. ვიცი რომ ერთმანეთს მომდენო კვირაში უნდა შევხვდეთ. ან ორ კვირაში, მაგრამ იქნება აღარ ღირს თვალთმაგწობა. და საერთოდ აღარ შევხვდეთ. საყვარელო. კენდრა. გთხოვ, გემუდარები. შეზღვიტე ეს. არ შემიძლია. უკვე მივხვდი რა საშინელება იყო შეუხედავი. ასე რომ შენსაც მიაღწია. 5 თვე სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ გაკვეთილი გამეთვალისწინებინა. ვერაფერსაც ვერ მიხდი. იპოვე ის, ვინც თვალებს აგიხელს. ჯერ კიდევ 7 თვე დაგრჩა იმისთვის, რომ მოისმინო, მე შენ მიყვარხარ. ხო, ყველაფერი თავის ადგილას დააბრუნე. სლოვან? კაილის ხმა იყო რა? უცნაურია. ნაგავი ვარ, პასუხებს რომ არ ვწერ. მე კი უფრო დიდი ნაგავი. თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, მის გარეშე ბევრად უკეთ ვარ. მუდამ მის გართობაზე და ქებაზე უნდა მეზრუნა. თორემ მოიწყენდა. წარმოგიდგენია? მესმის რას გულისხმობ. მოდი უბრალოდ დავივიწყოთ. მაბადია. შენ მაპატიე, რომ ნახე, როგორ უთვალთვალებდი ვიღაცას. წარმოუდგენელია. თუმცა როგორც ჩანს, მომავალი რომანის ეპილოგი ჩვენს თვალწინ იწერება. მას ხომ შეყვარებული ყავს? ხო. სწორედ ამას ვამბობ. რა დაემართა რომანტიკას? გულის ამაჩუღებელი, გრძელი სასიყვარულო წერილები. აუცილებელი არ არის მოისმინო, რასაც მე ახლა ვბოდავ.
მაგრამ ბიჭი, რომელზეც დღან ისინი ლაპარაკობდნენ, სულაც არ არის ასეთი. სიმართლე გითხრა, მას პატივს ვცემდი. იმას ამბობდა, რასაც ფიქრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში ცდებოდა. თუმცა იცი რა იყო სინამდვილეში? რა? ის სიცოცხლით იყო სავსე. დამსინი ხო? ამას როგორ აკეთებ? სწავლებაზე წავედი. იქ კი ერთმა ემოვალ კაჯმა დამწყევლა. კარგი ერთი. ო, მართლა. რადგან გაიღვიძე? მოდი ვიმეცადინოთ. არა. ფრთხილად იყავი. Twins თუ არ გაავარჯიშებ, მალე სულელი ქერა გოგოებიც დაგცინებენ. მამა ჩემი მუდამ მეუბნებოდა, ხალხს იმდენად უყვარ ხარ, რამდენადაც კარგად გამოიყურებიო. თუმცა მე მაინც ვერ მიტანდნენ. სკოლა საშინელი ადგილია. შენ ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობდი? 15 წლის ასაკში ჩემი მეგობრები კაცულობას კარგავდნენ. მე კი მხედველობა დავკარგე. თუმცა სარგებლის პოვნა ჯოჯოხეთში შევზელი. მაგალითად უკეთესი სმენა? თანაც ქალები უსინათლოებზე გიждდებიან. აი მესმის უპირატესობა. სულია შეუხედავებზე რომ არ გიждდებიან. საიდან იცი? ვინ წარმოიდგენდა? უსინათლოებსაც კი გააჩნიათ სტილი. ეს იმ დღეების დამსახურება, როცა ყველაფერს ხედავდი. ანუ
რაც არ უნდა მოხდეს, მნიშვნელოვანია როგორ გამოიყურები. რაც არ უნდა მოხდეს, მნიშვნელოვანი ის კი არ არის სხვის თვალში როგორ გამოიყურები. მთავარია მე როგორ ვხედავ საკუთარ თავს. რუბიკის კუბი ხომ გაგიგია? მისი აწყობა რთულია, თუმცა ოდესმე მაინც აეწყობა. პროფილის გაუქმება. დაწერეთ მიზეზი. მე აღარ ვარსებობ. წაშლა. იდიოტი ხარ. იუმორის გრძნობა მხედველობასავით არ იკარგება. წუხელ გავიგონე როგორ შემოიპარა ვიღაც სახლში. ანუ გარეთ მაინც დაძვრები. მშობლების არ ყოფნის მთავარი დადებითი მხარე ის არის, რომ ისინი არ არიან. აი კიდევ რა. ჩვენი საუბრის მერე ბევრი ვიფიქრე და ოპერაციის გაკეთებაზე რა სიტყვი? მაგალითად მე ქვეყნის ყველა ექიმა გამსინჯა. მე მხოლოდ სასწაული დამეხმარება. თუმცა მაინც გმადლობ. ღამით გახვედი. ერთი გოგოს ამბავი მაინტერესებდა. მადლობა ღმერთს. მასთან არც მელაპარაკია. ყველაფერს თავისი დრო აქვს. შემდეგში რომ ნახავ უთხარი როგორ ხარ. შენი უპირატესობა ის არის რომ ვერ ხედავ თუ რატომ არ შემიძლია მასთან გამოლაპარაკება. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ეს უნდა აღნიშნოთ. 1, 2, 3. როგორ ხარ? 1, 2, 3. როგორ ხარ? როგორ ხარ? როგორ ხარ? როგორ ხარ? სენდვიჩი გამომართვებენ. მადლობ, მამა შენი როგორ არის? მამა სახლში ვარ.
მამა? ჯანდაბა. მამა? მამა? არ მაქვს. გთხოვ, ცოტა უდენი დრო მომეცი. მხოლოდ ერთი კვირა, ცოტა ხანი მაინც მოიწმინე. გეყოფა წუწუნი და ვალი დამებრუნე. მამა ისევ? აბატია ლინდი. ეი, მოკეტე და დაახვი აქედან. ვიქტორ, დამშვიდე, ფულს დაგიბრუნებთ. მეც და ჩემ ძმასაც. ფული ბევრია. მამა! არა! საწაიყვანე. ჩემი ძმა მოკალი? ამისთვის პასუხს შენი შვილი აგებს. ოდეს მე მას ვიპოვნი. არ ღირს. რა გინდა? მითხარი, რა გინდა? ის მჭირდება. მინდა ის დავიცვა. მისი დაცვა მე შემიძლია. გთხოვ. ხომ გაიგონეთ რა თქვა? უსაფრთხო თუ მხოლოდ ჩემთან იქნება. ისიც კი არ ვიცი ვინ ხარ. თუ წახვალთ და წაიყვანთ მაშინ. ამას პოლიციელებს მივცემ. ასე არა? თქვენ ადამიანი მოგალით. ერთო ჩემო რას იფიქრებს ის შენზე? ზოლა, დაიმახსოვრე. ჰანტერი დამიძახე და არა კაილი. ჰანტერი. გამარჯობა. მე ზოლა ვარ. ისადა. შეგიძლია წახვიდე. უბრალოდ აქ ხომ ვერ დავტოვებ. უცხო ადამიანთან? ჩემი მეგობრის შვილია. უბრალოდ შენი დაცვა მინდა. სისულელეა თავის დაცვამ ჩვენივრად შემიძლია. დაგტოვებთ რათა ერთმანეს დაიმშვიდობოთ. ნუ ხელავთ. როგორ უნდა გავიგო რომ კარგად ხარ? ვერ გაიგებ. როგორც ხედავ შენს გამო სკოლას, მეგობრებს და საერთოდ ყველაფერს ვკარგავ. შენ კი არც ანახავად მოდიხარ, არც რეკავ და არც არაფერს აკეთებ. მხოლოდ ჩემი მარტო დატოვება შეგიძლია. მეტი არაფერი. ვიცი რომ ბევრი ცუდი რამ გავაკეთე. ამას ახლაც ვაგრძელებ. მითხარი როგორ უნდა მოვიქცე? შეგიძლია წახვიდე. მეც მოვედი. ვინც არ უნდა იყო. იცოდე, თუ მომიახლოვდები, უკანალში ელექტრულ მუხტს მიიღებ. ჯეჯახეთში ვარ, ლინდი. ესე იგი უკვე ორნი ვართ. ორმოცდათამეტი, 54. საჭმელი მოგიტანე. 55. მისამართი შეგეშალა. უნდა აგიხსნა. გთხოვ, გამოდი. რა?
მოწადი და ძვირიანი ფეხსაცმელი იყიდე. მანოლოსი თუ რაღაც ფირმაა. ის რაღაც სლოვანს და მის დაქალებს უყვარდათ. ყველაფერი რაც მის შესახებ მომიღები, ყველაფერი რასაც ვხედავ ამტკიცებს, რომ ის სრულიად განსხვავდება მათგან. მაშინ პრადა იყიდე. მას ვერ ვიყიდი. მე ვინ ცდილობს მის ყიდვას? ვინ და შენ? მაშინ რა ვქნა? რა იცი მის შესახებ? ტვინი უნდა გაანძრიო. ხედავ რომ რაღაც იცი. იფიქრე. თავი ციხეში მგონია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს ბოროტი ხუმრობა იყოს. ყველანი მენატრებით. მენატრება ის დრო, როცა თქვენთან ერთად დელის კაფეში ყავას ვსვამდი, როცა მომინდებოდა. ყველაფერი მენატრება, რაც ჩემს თავს მახსენებს. არა, ის ნამდვილი იდიოტიზმია. მშობლებს გონიათ, რომ ვიღაც მცველს მიგიჩენენ და ყველაფერი გამოსწორდება. ვიცი ეს დროებით ხდება, მაგრამ მეც ვერ ვითმენ. ვერ ვიტან სკოლას რომ ვაცდენ, ვერ ვიტან მამაჩემს, ვერ ვიტან სიძულვილს. ვიცი ამის გაგება რთულია, მაგრამ მაჩუ-პიქჩუსთვის ფულს 3 წელი ვაგროვებდი. ცხოვრებაში პირველად ვაკეთებდი რაღაცას ჩემთვის, იმიტომ რომ ეს მინდოდა. ლინდი დიდხანს ცხოვრობდა და ბოლოს მისი დროც მოვიდა. ღმერთო, რა გაყვირებს? ნიღაბი რატომ გიკეთია? არ მინდა შეგაშინო. რა თქმა უნდა, ეგ ნიღაბი ხომ ძალიან მომშვიდებს. მე კამფეტები მოგიტანე. შეიძლება რაღაც გითხო. აქ რატომ ვარ? იმიტომ რომ საფრთხეში ხარ. თავის დაცვა კარგად შემიძლია. შენ კი საერთოდ არ მიცნობ. ხო, მაგრამ მამაშენი და მამაჩემი მეგობრები იყვნენ, ხო, ეგ უკვე ვიცი. მას უნდოდა დამალული იყავი. ძალიან ეშინოდა რომ რამე დაგემართებოდა, რადგან ძალიან უყვარხარ. ამას არაერთხელ მეორებდა. მართლა? კი. კამფეტებისთვის გმადლობ. არაფრის. ფიქრი მაგარი რაღაცაა, საშინლად მაგარი. ძვირფასო ლინდი, ბოლო დროს წერილებზე ბევრს ფიქრობდი. ნამდვილ წერილებზე, რომელიც ქაღალდის და კალმის საშუალებით იწერება. სამწუხარო რომ მათ აღარავინ იყენებს, ამიტომაც გადავწყვიტე რომ დღეს მე დაგიწერ ამ წერილებს. და შენ დასაკეთებ? მინდა დიდი ბაღი ავაშენო. ის ვარდებზე გიждდება. იცოდი რომ ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს. კი, თუმცა ყველა მათგანს ერთი აზრი აქვს. მე ბიჭი ვარ, რომელიც საპნის ოპერებზე ტირიც და ვარდებს ხნოსავს. მე აქ არ ვარ. კარგი. გამარჯობა. მე ლინდი ვარ. გამარჯობა. მე კი უილი. სასიამოვნო შენი გაცნობა. თამაშის ხმა მომესმა. რეინჯერს გულშემატკივრობ? მთელი ცხოვრებაა. ასეც ვიფიქრე. ჩვენიანია. დაბრძანდით. გმადლობ. ამდენი ინსტრუმენტი რად გინდათ? ჰანტერმა მოიტანა. სახურავზე რაღაცას აშენებს. მაინც რას? ხომ არ გინახავს 1954 წელს გადაღებული ფილმი ეშმაკი გოგონა მარსიდან. იქ ახალგაზრდა ქალიშვილებს იტაცებენ ცოდი მიზნებისთვის. უბრალოდ ვიხუმრე, ბოდიში. სახლიდან იშვიათად გავდივარ, ურთიერთობის უნარი სულ დავკარგე. უკან ვახვალ. გამარჯობა. მე კი უილი ვარ. სასიამოვნო შენი გაცნობა. ეს სამშენებლო მასალები ჰანტერმა მოიტანა. ძალიან ყოჩაღი ბიჭია და აპირებს ააშენოს სათბური. ხო, სათბური. სათბური? დიახ. მაგარია. მართლა?
ძალიან სასაცილოა. იქნებ დროა ბოლოს და ბოლოს ერთმანეთი გავიცნოთ, მაგალითად ახლა. არა. კარგი. ბავშვობიდან აქ ცხოვრობ? არა. ცოტა ხნის წინ გადმოვედი. მამა ჩემთან ერთად ცხოვრობდი, მაგრამ ის ძალიან მოკლედ დაკავებულია. ნუ თუ ასეთი რამ არსებობს. და დედა? გასაგებია. დედა ჩემი არ მინახავს. მოკლედ. დედა მოკვდა. მამა ჩემი ბოროდ მოქმედი გახდა. სამწუხაროა რომ საერთო არაფერი გვაქვს. რატომ უყურებ კორეულ არხს? კორეულად ლაპარაკობ? აქცენტის გარეშე. მართლა? რას ამბობენ ისინი? გემრიელად მიირთვით. ეგ არ უთქვამს. რა ხდება? კორეული შენც იცი? არ მიყვარს ამი ტრაბახი, მაგრამ კი. კორეელებს არ აქვთ ფრაზა გემრიელად მიირთვით. ეს ჩემი ბური თარგმანია. ზუსტ თარგმანს ვერ მეტყვი? იმედი მაქვს კარგი მადა გაქვს და ხმამაღლა არ დაღეჭავ და არ დააბოყინებ. გრამატიკაში შეცდი. მე დედა ვიქნები, შენ კი ხუჭუჭა გაახმოვანე. კარგი? რა შეუბნება? მე შენ მიყვარხარ, მაგრამ შენი ვარცხნილობა ჩიტის ბუდეს გავს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მას ასეთი რამ არ უთქვამს. აი რა უთხრა მას დედამ. ჯანდაბა. იმედი მაქვს ვილი კორეულის მასწავლებელი არ არის. სკოლა გენატრება? როგორც ნებისმიერ ბოტანიკოს. მაშინ თუ გინდა, ჩვენთან ერთად იმეცადინე. კი. სიამოვნებით. ხვალ? რა თქმა უნდა. კარგი. მიხარია. ახლა წავალ. მოიცადე. სიმახინჯეა რა? უარესიც მინახავს. არის. დღეს უნდა ვიმეცადინოთ და უნდა ვითვალოთ, მაგცო თითქოს ამას დიდი ხანია ვაკეთებთ. მე კი ძალიან ჭკვიანი ვარ. ლინდიც მოვა. მოკეთე. რა გავიარეთ? არ ნერვიულო, რამე ნაკლებად დამამცირებელს ავარჩევ. არა, გაკვეთილის თემა ახლა მითხარი. ხომ უნდა ვიცოდე? ამას წაღლითობა ქვია. არა, ამას გოგოს მოხიბლა ქვია, მიუხედავად იმისა, რომ საშინელებათა ფილმის გმირს ვგავარ. შექსპირის სონეტი, ბანალურია, გამიქსი. სისულელეა. სისულელე ის არის, რომ თვალთმაგწობას აპირებ, მხოლოდ იმისთვის, რომ გოგოს თავი მოვაწონო. ფრენკ ოჰარას ლექსზე რა სიტყვი, დავლიოთ კოლა ერთად. საიდან ეს ლექსი? Google-ში ჩავწერე, გოგოს მოსახიბლი პოეზია. ამაზე სიტყვების გარეშე არაფერი გამოვა. წარმატებებს გისურვებ. კიდევ ერთი იდეა მჭირდება. ის რაც ლინდის მოეწონება, თანაც ახლავე. ურაფერს კითხავ. როცა ქმარი მანებივრებდა, მან კალათა დამიწნა. ხო, მაგრამ არ ამგონია, ახლა მაგან გაამართლოს. შოკოლადზე რა სიტყვი? არა. აბა რა? იმისთვის რომ მოეწონო, უბრალოდ კეთილი უნდა იყო. ხო, მან ჩავფლავდები. იყავი ის ვინც ხარ. ასეთი თუ ის მახინჯი? იყავი ისეთი კაცი, როგორიც ხარ.
ეს როგორ გააკეთე? მე ტვინი გავანზრიე. ამ ლექსებს გიждები. მესროლეთ. რა? ანუ ვიგულისხმე, მაგარია რომ მასზე ყველაფერი იცი და ბევრი ჭკვიანური რამის თქმას შეძლებ. უსინათლო მოდის. ახლა ერთი წუთი. ვაი, უსინათლო წაიქცა. კარგად ხარ? შესანიშნავად. ყავისთვის მადლობა. მე კი დიდ შარში ვარ, რადგან დავლიოთ კოლა ერთად მისი საყვარელი ლექსი ყოფილა. ღმერთო, ერთი სული მაქვს, გაკვეთილს როდის ჩაგიტარებ? აი გამომარჯვე. როგორ გაიგე? ხალხი გუჩის ყავას ვერ აფასებს. მეც ამას ვამბობდი. სათბური დიდი ხანია გაქვს. არა. სიმართლე გითხრა? მამა ჩემმა ამ სახლში გამომკეტა, რათა არავის დავენახე. შემდეგ კი გადავწყვიტე ცოტაოდენი სიმახინჯე სილამაზეში გადამეზარდა. რა თქმა უნდა, ყველას არ შეუძლია ამ სილამაზის დანახვა. მიდი წაიკითხე ბოლოს და ბოლოს. შენთან ერთად კოლას დალევა სან სებასტიანში, ირანში, ჰენდაინში, ბიარიცში და ბაიონში წასვლაზე ან ბარსელონაში წმინდა გარსიას მიწის ნახვაზე ბევრად უკეთესია. ალბათ იმიტომ, რომ შენ ნარინჯისფერ ქურთუკში წმინდა სებასტიანზე ბევრად მხიარული ხარ. ალბათ იმიტომ, რომ მიყვარ ხარ. ერთი წუთი დაგტოვებთ. დიახ, მხოლოდ ერთი წუთით. განაგრძე. ოთხ საათზე ნიუ-იორკის თბილ სინათლეში ჩვენ ვცდილობთ ერთმანეთს მივუახლოვდეთ. ისე როგორც ხე ცდილობს სანახაობის დანახვას. პორტრეტებიდან კი თითქმის ყველა სახე გაუჩინარდა და ზედ მხოლოდ საღებავის კვალი დატოვეს. შენ გაოცებული მეკითხები, რატომ ხატავენ მათ საერთოდ? მე შენ გიყურებ და შენი სახე კი მსოფლიოს ვერც ერთ პორტრეტს ვერ შეედრება. დრო კიდევ მჭირდება. მაგიის გაუქმება არ შეიძლება. დრო რომ მქონდეს, ამას შეუძლებდი. არ შემიძლია, მაპატიე. კარგი, მე გაგაბრაზე. შენ გამანადგურე, მაგრამ უნდა არსებობდეს რაიმე საშუალება, გთხოვ, დამეხმარე. არ მინდა და არ დაგეხმარები. შენ კვლავ შენს თავზე ფიქრობ. ყვილია. მე სხვა ადამიანებზე ვფიქრობ, ლინდიზე. ასევე ქალზე, რომელიც თავისშვილებს ვერ ხედავს, კაცზე, რომელიც საერთოდ ვერ ხედავს. ანუ მას ის ანახლებს. კი. კარგი. ლინდიზე უარს არ ვიტყვი, მაგრამ გთხოვ, დაუბრუნე ვილს მხედველობა, ზოლას კი ოჯახი. მათ ეს დაიმსახურეს, რადგან ჯოჯოხეთში ჩემთან ერთად მოხვდნენ. დავეხმარები. თუ მოასწრებ. კაილ. წარმატებებს გისურვებ. დისკები მოვიტანე. კარგია.
ეს ერთი ბიჭია, ჩემი ყოფილი სკოლიდან. სიმართლე გითხრა, ნამდვილი იდიოტი იყო. ერთ კომიტეტში ვიყავით. ეს ფოტოც გაზეთისთვის გადავიღეთ. მართლა? მას მგონი გარეგნულად არ აუშავს. ეგ თვითონაც იცის. ცხოვრების წესია. ჩემის თანაუბრალო გოგოებს მუდამ ასეთი იდიოტები უყვარდებათ. ის გიყვარდა? არა, ეს სიყვარული არ ყოფილა. ხანდახან მას რაღაცით მახსენებ. იმას არ ვგულისხმობ, რომ იდიოტი ხარ. ყოველ შემთხვევაში, ის გაუშინარდა. მგონი მკურნალობს. ლოგიკურია. ნარკომანის შვილს ნარკომანი შეუყვარდა. ანუ მაინც შეგიყვარდა? არა. უბრალოდ ჩვენ ვისაუბრეთ. დაახლოებით 1 წუთი. ახლა კი დამცინებ, მაგრამ მაინც გეტყვი. მგონი მას ოდნავ მოვეწონე. მგონი ასეა. რა თქმა უნდა. თუ ღმერთი გძამს. ის პოპულარულია, მე კი მუდამ ვიყავი და ვარ. სწორედ ამიტომ მომწონხარ. ხო, მეც. თანაც ჩემი აზრით პოპულარობა სულაც არ არის კარგი რამ. ჩემი აზრით თავს ასე ის ადამიანები იმშვიდებენ, ვინც არ არიან პოპულარულები. ხო, თუმცა ასეა თუ ისე სიმართლეა. მაინც იყო მასში რაღაც. რა? მისი ამ ნიღბის უკან იყო რაღაც. არ ვიცი. რა? სიკეთე. სიკეთე? გამოდის რომ ის მაინც მოგწონს მიუხედავად იმისა, რომ ამბობ არ მინდა ლამაზი იდიოტები შემიყვარდესო? ხო, მაგრამ ის ასეთი არ არის. გასაგებია, შინაგანად ის საყვარელი და კეთილია. ხო, ასე მგონია. თუმცა მას აქვს რაღაც ნაკლი. ხო. მე ვიცი რაც. იდიოტში კარგი მხარის დანახვა. ჩემნაირი გოგოებისთვის დედგამოჭრილი საქმეა. ვიყო ის ერთადერთი, ვინც ეს შეამჩნია. არგინა სადმე გავისეირნოთ. როგორც წესი ამ დროს მამის საძებრად გამოვდიოდი ხოლმე. იარაღი მეჭირა და ჩემთვის ჩუმად ვითვლიდი. ითვლი? ხო, რომ არ შემშინებოდა. საბედნიეროდ ყველაზე საშიში ბიჭი ახლა შენს გვერდით დგას. ეგეც მართალია. ვინმემ რომ დაგინახოს? ვერ დამინახავენ. უჩინარი ვარ. მეც ვცდილობ საზოგადოებას შევერიო ხოლმე. აკეთ. პარკში მიყავარ? ნახავ, წამოდი. ზოოპარკი? ხო. მოусმინე. ცხოველები. წყაროს ხმა. ქუჩაში კი ვიღაცას ჩუმად ეუბნება. მე შენ მიყვარხარ. ეს გაიგონე? რა? ვოლიერში ბაბუინმა საჯდომი მოიფხანა. აქ რას ვაკეთებთ? ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. ჯერ კიდევ აქ არის. და რა არის? საბავშვო ბაღში ვიყავი, როცა მამამ მითხრა. წავიდეთ, სადაც გინდაო. ჩვენ ზოოპარკში წამოვედით. ყველაფერს მყიდულობდა, რასაც კი ვთხოვდი. ბოლოს კი მითხრა, რომ დედა ჩვენთან აღარ არის. მას მერე ის არც მინახავს.
როცა ეგ მითხრა, გავიქეცი და აქ დავიმალე. ამ ფილმს უყურებდი. სპილოებზე. რომლებსაც ორი შვილი მოუკვდათ. დაავადების თუ რაღაც ასეთის გამო. მას ისინი ძალიან ენატრებოდა. ამიტომაც ერთი წლის შემდეგ მან მისი ძვლების პოვნა შეძლო. წარმოგიდგენი რა მხელა ძალა აქვს სიყვარულს? არა. აქ ადრე არავინ მომიყვანია. შვიდი, 8, 9, 10, 11, 12. მგონია მთელი ცხოვრება აქ იცნობ. 13, 14, 15. მზე ამოდის. მგონი მიყვარხარ. ერთი კვირა დარჩა მაჩუ პიქჩუმდე. კვლავ გაქცევას გეგმავ? იქნებ ჯობს გაუშვათ. მაჩუ პიქჩუში ხომ არაფერი ემუქრება. ეს მოგზაურობა მისი ცხოვრების მიზანია. აქ ის გალიაში გამომწყვლეულში იცგავს. თუმცა მას დღითი დღე უფრო და უფრო მეტად მოსწონხარ. ისი არა როგორც მე. ხელები გაწია ჩემი სვლა. არანაირი შანსი არ მაქვს. მაინც გაქცევა უნდა და ვიცი რომ თქვენს ერთი სული გაქვთ როდის წახვალთ. მადლობა ღმერთს. არა. ვიხუმრე. ისმინე, ნებისმიერ შემთხვევაში რამდენიმე დღე გვაქვს. რათა შენი რომანტიული რეიტინგი აამაყლო. მის ადგილას წარმოიდგინე თავი. ყველაფერი მოსწონს და დარწმუნებული ვარ რომ მალე გეტყვის მე შენ მიყვარხარო. თუმცა სადაცაა წელიწადი ამოიზურება. ბოლოს და ბოლოს მამა შენის მამულში წაიყვანე ქალაქარეთ. არა აქვს მამული. მხოლოდ კოტეჯი ტიპის პირას. მხოლოდ? მერტო ჩემო. twins განძრებოდეს მე. წინ. ვიქტორი დააბატიმრეს. გთხოვ სახლში დაბრუნდი. მამა. შეტყობინების წაშლა.
სერიოზულად? მხოლოდ შენ შემდეგ. აბა, უკვე მოიწყინე? არა. ალბათ მაგარი იყო აქ მოსვლა, როცა პატარა იყავი. მამაჩემის ტელეფონი აქ ცუდად იჭერს. ამიტომაც ის მხოლოდ 45 წუთს ძლებდა. თუმცა ის 45 წუთი შესანიშნავი იყო. შესანიშნავი. მამაჩემი მასწავლებელი იყო. თუმცა შემდეგ დედა დაიღუპა და მან თავი დაკარგა. გენატრება ის? უკვე აღარ. რამდენიმე თვიანმა განშორებამ თავისი საქმე გააკეთა. ახლა აღარ ვფიქრობ, როგორ უნდა დავიხსნე ის ახალი შარისგან. საკუთარი თავისთვის. დრო გამოვნახე. აი რატომ ვოცნებობდი მაჩუ-პიქჩუში გამგზავრებაზე. როგორც ჩანს, გალიამ გამათავისუფლა. ეს მადლობას ნიშნავს? ტბასთან წავიდეთ? წავიდეთ. შენთვის რაღაც დავწერე. საინტერესოა, რა? წერილი. მაბადია, უნდა ვუპასუხო. გისმენთ? რომელ საავადმყოფოში? კარგი, გადმოგირეკავ. მამაჩემს დოზის გადამეტება აქვს. საავადმყოფოში უნდა წახვიდე. Teksmedi. 17. გმადლობ. სწრაფად. დაგირეკა. როგორც კი უკეთ გახდება, დავბრუნდები. კარგი. ყველაფერი კარგად იქნება. ჰანტერ. გისმენ? შენ კარგი მეგობარი ხარ. გაჭირდი, არ წაიკითხო. არ წაიკითხო. არა. ძვირფასო ლინდი. ბოლო დროს წერილებზე ბევრს ვფიქრობდი. ნამდვილ წერილებზე, რომლებიც ქაღალდით და კალმით იწერება. სამწუხაროა, რომ მათ აღარავინ იყენებს. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ დღეს წერილების წერას დავიწყებ. შენთვის. მას ყოველდღე დავწერ. დიდი. ძალიან დიდი დროის მანძილზე. იმიტომ რომ მგონია რომ შემიყვარდი. გამარჯობა, მე ვარ. მამა საბედნიეროდ კარგად არის. მაგრამ შენი წერილის შესახებ სასწრაფოდ უნდა ვილაპარაკოთ. სად ხარ? არ მესმის, ასეთი წერილი დამიწერე. რატომ არ მირეკავ? იმიტომ რომ მე კარგი მეგობარი ვარ. რა ხდება? ჰანტერ.
დრო თითქმის ამოიწურა. ხო და დაურეკე. იმიტომ რომ კარგი მეგობარი ვარ? ხო. რა იქნება კარგი იმაში, რომ არ დაურეკავ? მან მეც კი დამირეკა. რატომ არ გინდა მასთან საუბარი? ბოლოს რომ ველაპარაკე, მითხრა გული მტკივაო. ეს ბიჭების ენაზე რომ გადავთარგმნოთ, ნიშნავს ახლავე დაურეკე მას იდიოტო. სკოლაში დაბრუნდა, რადგან არ იცოდა რა იქნა. ახლა კი გამგზავრებას აპირებს. ლინდი. რისთვის მოხვედი? სანამ წახვიდოდი მიდოდა მენახე. შენ ასეთი რამ დამიწერე და ერთხელაც არ დამირეკე. მაბადიე. ხომ იცოდი რა დღეშიც ვიყავი? იდიოტი ვიყავი. ხო, ხანდერ. საშლად მეშინოდა რომ შენ რამე? არ გიყვარდი. მე ხომ ასეთი მახინჯი ვარ. ამიტომაც მეგონა ეს შეუძლებელი იყო. მაგრამ უნდა მივხვდარიყავი, რომ შენ სხვანაირი ხარ. როცა პირველად დამინახე, მითხარი, რომ უარესიც მინახავსო. თანაც შენს გვერდით თავი უშნო არ მგონია. იმიტომ რომ უშნო არ ხარ. ყურადღება სტუდენტებო. მაჩუ-პიქჩუს ავტობუსი სადგურს ტოვებს. წადი. შენ ეს დაიმსახურე. არაფერი შეიცვლება შენი მოგზაურობის დროს. ამას გვირდები. წადი. ჰანდერ. მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ. გაიო. გაიო.
ჰანტერ. კაილ. აქ ვიღაცას ვეძებ. ვიცი, ბაბატი, მე მომიყევი რა გადაგხდა თავს, კარგი? ერთი გოგო გავიცანი. კარგია. ის შენ გავს. გავიგე როგორ ცვლის სიყვარული ადამიანებს. ჰანტერ. შენს ხომ გჯერა რომ სიყვარული ადამიანებს ცვლის? რა თქმა უნდა. მაშინ უნდა დაიჯერო ის, რასაც გეტყვი. სად არის? ეს ისტორია ბიჭზეა, სიმპათიურ ბიჭზე, რომელსაც უშნოსული ჰქონდა. ის დააწყევლეს, თუმცა სიყვარულმა ის გადაარჩინა. ეს ხაბარი ყველა მიცის. იქნება ეს ისტორია სინამდვილეში მოხდა. რა? წარმოგიდგენია რა მხელა ძალა აქვს სიყვარულს. წარმოგიდგენია? კი. შენ ხარ. გაიღვიძე. 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 ეს სიზმარია, ხო? შეიძლება. თუმცა კარგი სიზმარია. ძალიან კარგი სიზმარი. მისტერ კინგსონ, ახალი სტაჟიორი უკვე ლიფტშია. მას გაგაცნობთ. იმ შემთხვევაში თუ ლამაზია. კარგი შეხედულება აქვს. უშუქებები არ მჭირდება. მაგრამ თუ რეკომენდაციას დავუჯერებთ, ის ყველა სამუშაოს გაართმევს თავს. ნამდვილი ჯადოქარია. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია Music Box-ის მიერ.